სტუდენტური დღეები 2012 რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად გაიხსნა ფესტივალში, რომელსაც კონკურსის სახე აქვს საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ. Კუსპის მიმდებარე ტერიტორიაზე ფესტივალის გახსნას ნატა მახვილაძე ესწრება. ნატა, რამდენი დღე გაგრძელდება სტუდენტური დღეები? სტუდენტური დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სტუდენტური დღეები 2012 არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, რადგან მასში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული რეგიონები, ყველა დიდი ქალაქი. მაგალითად, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, სიღნაღში, დასკვნითი ღონისძიება კი 25 მაისს გაიმართება ისევ კუს ტბაზე. გამარჯვებული უნივერსიტეტები შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა კონკურსები ტარდება, როგორც კულტურული, ასევე სპორტული. ზოგადად ფესტივალს აქვს კონკურსის სახე და კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ ფულადანაზღაურებას და ასევე სხვადასხვა პრიზებს. მეუნა უკვე შედის ესში და ძალიან მაგარია, ოცნებსა და გამყიარულა, შემოგვიდაუბრა და მაგარია. ძალიან ხალისიანი განწყობა აქვს უნივერსიტეტად, რა სტუდენტები ერთსულოვნად არიან ჩართულები ამ პროცესში და ანუ ყველა ეს მნიშვნელოვანია სტუდენტური დღეები და ყველა სტუდენტს ვინც უნივერსიტეტის ვინც მონაწილეობას იღებს ამ სტუდენტურ დღეებში. 2012 წლის სტუდენტური დღეები იქნება ყველაზე თანამედროვე, ყველაზე კარგი და ყველაზე ახალგაზრდული მონაწილე არის 1000-ზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეორე ის რომ რეგიონალური ტურები სტარდება და სტუდენტური დღეები სხვა რეგიონებშიც სტარდება პარალელურად და განსხვავებული იქნება იმით, რომ ყველა სტუდენტს, ყველა მონაწილეს და ყველა უნივერსიტეტს შეუძლია თავისი სახე წარმოაჩინოს, თავისი ნიჭი წარმოაჩინოს. ეს ფესტივალი გამორჩეული იქნება იმით, რომ აღარ ჩატარდება მხოლოდ თბილისში, ცეკვის კონკურსი იქნება სიღნაღში, იქ მოეწყობა მთელი სახალხო, ესე ვთქვათ, დღესასწაული, თავისი მწვადებით, ღვინით და მთელი კახურის სიყვარულით. შემდეგ მუსიკის, სიმღერის, როგორც როკის, ასევე ბენდების, სოლო შემსრულებების კონკურსი მოეწყობა ქუთაისში, ხოლო ორიგინალური ნომრების, იუმორისტული ნომრების ჩვენება იქნება ბათუმში. სტუდენტების მხრიდან არის საკმაოდ დიდი დაინტერესება, 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს სტუდენტურ დღეებში. მე შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ დღეებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, ის 2005 წლიდან შეჩერებული იყო, თუმცა გასულ წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სტუდენტური დღეები აღადგინეს. ეს იყო ნატა მახვილაძე სტუდენტური დღეების შესახებ.